YouTube-ს გაუმარჯოს, ყველას მოგესალმებით. დღეს მე და ირაკლის კიდევ ერთხელ გვინდა პატარა ხმაური გამოვიწვიოთ, ვიხმაუროთ თან. ეხლა უკვე ეს ჩემი თოფი არის. ამ ძვირადღირებული ბენელების მერე ცოტა ღრუბლებიდან დაბლა დავეშვათ და უფრო ბიუჯეტურ თოფებზეც რაღაცეები მოვყვეთ და თან გავისროლოთ, შევხედოთ. ეს თოფი არის MP27 12 კალიბრი, ლულების სიგრძე არის ამისი, რაც უწერია პასპორტში 72 ნახევარი და შემდეგ ეს მაქვს მე გარე ჩოკებზე ვამუშავებ ამას. ჩოკების წამოღება დამავიწყო, ამით მოგვიწევს მარტო სროლა. მაგრამ ორივე ზედა ქვედა ორივე 0.5-ია სამჭრილიანები და ის არის რა ქვია. მუდმივად ვიყენებ მე ამ ჩოკებს. მარტო ჟაკანი ტყვიაზე ვცვლი ხოლმე, ესეთივე გარე ჩოკებია, ისინია 0.25 4-ჭრილიანი. დანარჩენი მუდმივად ეს ჩოკი მაქვს და ამიტომ არც წამოვიღე რა მართალი რო ვთქვათ, ამითი გამოვცადოთ, ამითი ვესრულოთ. ეს არის უჟანგავი კალაპოტით არის. ირაკლიც აქ არის, ირაკლი გამარჯობა. როგორ ახარ? გამარჯობა. მაგალითად კარგად. ვისალმები YouTube-ის მაყურებელს, ყველას ჩვენ მაყურებლებს, ტელეპატივის სამთო და სიყვარულით. რა სიტყვი ამ თოფზე პატარა მოკლე აღწერა გაგვიკეთე და ხო გაითვალისწინე რომ ეს თავიდან იყო კაკლის იმაში და მე და შეცვლილი გაქვს მე შენ დაყენებული გაქვს ვეზენი და ჭუტოს მოგიჭრია ბიჭზე. ხო, პატყობა ძალიან გადებოდა აღლიაში. წვეტიანია ხო და ეს მოგდების დროს მხარზე და ესე მოვამრგვალე მანდ ბოლო. ჩემჯგვაზე მოვიყვანეს ვთქვათ. მაგრამ შკულკაზე რომ მოგეტარებინა უფრო ლამაზად და ბუნებრივად ექნებოდა ეგამბა. მოვატარე მოკლედ I27 მაღალი კალაპოტით. ეს მოდელები რუსებმა როგორც დანარჩენი კიდე ბევრი სხვა მოდელი მოიპარეს ბრაუნინგის B25-დან პირველად შექმნეს I12 გამოდიოდა 12 და 16 კალიბრებში. განსხვავება ის იყო 16 კალიბრებს ჰქონდათ ნახევარ მოსახსნელი ცევიო, ნახევარზე ჰქონდა ნახევარი ხსნაუდა და I12-ის რიგ მოდელებსაც ეგრე ჰქონდა ნახევარი ცევი უძრებოდა, მათ ნახევარი ხის ნაწილები ზედო იყო ინტეგრირებული ლულაზე. ეგ როგორ აი ლულა ცევი რო გაჭრა შუაზე ესე, კი? ხო. ეს ზედა ნაწილი ლულაზე იჯდა და ქვედა ნაწილი ძრებოდა რა, ნახევარი. I12-დან მე უკვე შეცვალეს კიდე ეს მოდელი რაღაც გააუმჯობეს, ასე ვთქვათ, თვითონ გააუმჯობეს, მაგრამ რა მე I12 მიჩვენია ესე და შეიქმნა ეგრე წოდებული მას თავის დროისთვის ყველაზე პოპულარული ესეთი ყველაზე სანატრელი დოკფლინტი რუსული ეს იყო I27. I27 სამდენი მოდიფიკაცია ჰქონდა, ეს იყო I27E, I27M, I27 E1C და ასე შემდეგ. განსხვავებები ამ მოდელებში იყო ის რომ მაგალითად I27 E1C იყო ინჟექტორებიანი და ერთ სასხლეზე თვითონ სპორტულ ვარიანტში გადიოდა. I27M იყო მოდერნიზირებული, I27E იყო I27E იყო ინჟექტორებით, რომელსაც E არ ჰქონდა წინ, ინჟექტორების გარეშე იყო და მაგრამ რამდენიმე მოდიფიკაცია შეიქმნა. ეს მოდელები იყო 15, 16 და 20 კალიბრებში უფრო დეფიციტური იყო ხოლმე. მერე უკვე იჟმაშის ეს ნაწარმოები უკვე MP-თ გადაკეთა, ანუ მექანიკალ პლანტ ასე იშიფრება MP, მექანიკური ქარხანაო და უკვე MP-ს როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა მას მერე. რასია, მადეინ რასია წერია უკვე ამ თოფებს წარწერა ბაიკალი და უკვე MP ქვია. ანუ აი ვაჩვენოთ, მოდი გადმოაბრუნე. 27 სადაც წერია. აი აქ ყველა წარწერა და ნახეთ. ეს არის MP27M მაგნუმის ლულები. ხო და Made in Russia უკვე აწერია, ალბათ ჩანს. ხო. აი ეს რა არის ეს დამღანახე და რაღაც 11. ეგ არის 11 წლის არის ეგ არის. ეჟმაშის დამღარი ის არის და ეს გამოშვების წელია.
აწერია. ეს ტოფები მინდა აღნიშნო კიდე ის რომ გამოდიოდა სხვა ტიპის კალაპოტით, ეს არის ჟანგავი კალაპოტით გამოდიოდა, ასევე შავი კალაპოტით გამოდიოდა, შავი გრავირებული კალაპოტით და გამოდიოდა თეთრი კალაპოტით მინიმალისტური გრავირება ჰქონდა ზედ, როგორც ამას ახლა. სხვა ნახატები ჰქონდათ მოკლედ. ხო, აი მას უბრალოდ რაღაცა ისეთი ის აქვს. ხო, ამ ბაზაზე შექმნილი არის კიდე რამდენიმე რუსული ბუქპრინტი, მაგაზე მე ვისაუბრებთ. ამ ბაზაზე, ანუ იდეაში შევშროთ წავიდეთ ბრაუნინგის B25-დან არის წამოღებული ეს ყველაფერი. ანუ მაღალი კალაპოტი აქვს, შარნირის ზესრულები და ჩაკეტის სისტემა ქვევიდან ერთი კბილით იკეტება. მოდით ან დავშალოთ. დავშალოთ. და უფრო მარტივად იქნება ჩვენება. ჩაკეტის სისტემა მიდის ამ ტოფისა. აი ამ კბილში შედის. ჩანს ეს კბილი ეხა? კი, უნდა გამოჩნდეს. ტრიანტის წონი მოხდება წასმული ვერ მოუშორა. პატიეთ. და ეს კბილი უყურე რას მოძრაობს შიგნით, ხედე? ხედა? აჰა. დაინახეთ თუ არა? შედის შიგნით, გამოდის გარეთ, კი. უკეთესად გამოვაჩენ მაგას. უყურე, აი, როგორ გამოვაჩენ. გადმოაყირავი აქ თოდნავის დახარე, აი მიდი. რას მოძრაობს ქვეშ? აი. ხო. ფეხზე შეყანება ხდება ამ მოდელისა აი ამ ბერკეტებით, რომელიც გასწვრივ მოდის ორი ღერძი და აწუბა უკვე ჩაკუჩებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოდელში ჩაკუჩებიდან ემსები ცალ-ცალკე არის ასე ვთქვათ, ჩალაგებული ლულის კოლოფში. ნუ ტიპიური ბოქსლოკია, ჟანგავი კალაპოტით, ასე ვთქვათ რა. ეს არის ღერძი, რაზეც მოძრაობს თვითონ ლულები. ეს ღერძია. კადრზე გადმოდის. ინჟექტორები არ მოდელებს კიდე აქვთ ის ფუნქცია, რომ აქ დატოვებული ინჟექტორები არ მოდელებს, დატოვებული აქვთ ჭანჭიკის ხრელები, ჭანჭიკების, რომელიც 90 გრადუსის შემოტრიალებით ინჟექტორების გათიშვა შესაძლებელი აღარ მოყლებს. ხო, ეს ვაჩვენოთ, ეს არის ჩვეულებრივი ექსტრაქტორი. ეს არის ექსტრაქტორი გვაქვს აქ. ანუ თავის ამომწევია უბრალოდ არ აგებს. გამოიწამს. წარწერა 1266 ნიშნავს რომ არის მაგნუმისრულები და 90 მეგაპასკალი, ანუ 900 ატმოსფეროზე არის გათვლილი ლულები, როცა მაშინდელი 12 იჟოზაშვიდები 50 ატმოსფეროზე იტესტებოდა. აქ 900 გვაქვს. 90 მეგაპასკალი არის 900 ატმოსფერო მოკლედ რა. აქეთ მაგრამ წარწერა 18 და 4. 18 ეს არის გაბორღულობა ორივე ლულის ერთნაირია. ზედა ქვედა. ეგ არის იმაშის დამღა, გამოშვების წელი და კონტროლის ნიშანი C ჩასმული P ჩასმული C ნახევარკალში. ნატურალ სხვა შეიძლება ნომერი გვაქვს აგერ. პირველი ციფრი ნიშნავს რომ წელია, ეგრე დააკვირდი ამას. განაჩენი ციფრი სერიული ნომერი. ხო, პირველი ორი ციფრი წელი, მერე მოდელი 27 და ხო, 27 და მერე უკვე. ხო, სანამ აწყობ, ესე იგი ლულა ეს ესეთი არისო, აქ აგვაქვს კამუფლირებული. ხო, კამუფლირებული. ასე ვთქვათ ისა, რა ქვია? სკოჩი, კამუფლირებული სკოჩია. ხო. ეს ნაჭრის არ არის, აი რაღაც ისეთი კლიონკასავით მასალაა, რომელიც არ სველდება და შიგნით არ ხდება შეღწევა სინესტის. ეს რამოდენიმე წელი ძლებს, მაქვს სხვადასხვა ვარიანტი კამიშის და ესეთ ფერში დავიტოვე. ხო, სამიზნე კორაც ასეთი არ არის შესრულილი აქ ახლა დათოს ეგ. პატარა და ლატუნის კორაზის ხოლმე აქ ამ შემთხვევაში შემდგარი კორა გვაქვს. ეს არის ამერიკული ფირმა ტრუგლოს გამოშვება, რომელიც მაგნიტზე კიჯდება, მაგრამ მაინც ერთიორჯერ ხო, რო გაისვრი მაგნიტზე მაინც ის არის მოძრაობს და ამიტომ არის დაისონის ფირმის ის არის შავი გერმეტიკებია. დაისონი ხო. ხო, დაისონის იმაზე მაქვს ოდნავ წაუსმევ და ესე როცა დაგჭირდება შეათფობ მოხსნი და პლუს ის არის რომ ფერები მოყვა კიდე მწვანე, წითელი უფრო რაღაც მარკერის ფერი და ესეთი ფორთოხლის ფერი. ყველაზე მეტად ამას მივაჩვიე თუ არის. 3.5 მმ-იანი. მე მგონი 8 არის ეგ. არ არის 8, 5-იანი იქნება. მცველი არის ავტომატური, ანუ ყოველ აკეთვისას უკან ჩამოვარდება მცველი. დადგება მცველზე, ანუ ღილაკი ჩამოვარდება უკან და დადგება მცველზე, ანუ აღარ გაიწვის. ყოველი ლულის გადახსნისას ავტომატურად ჩამოდის ქვევით. აბა გაზომე, თამასა მახსოვს რომ 8 არის. თამაზა. თამაზი არის 6 მმ. 6
6 მმ. 5 ქვია რა, 6. გასაგებია. ახლა რა შეეხება, ადარებენ ხოლმე ხშირად ტოზ 34-ებს. ხო, ტოზ 34 ასე თქვა დავაპლუსებთ იმიტომ რომ არის დაბალი კალაპოტით და უფრო ჩემთვის უფრო კომფორტული სამიზნებელია დაბალი სამიზნე ამასაც იმასაც და უბრალოდ აი ამ ხრა კალაპოტი არ აქვს რა დაბალი კალაპოტი ზის და უფრო ქვევით ის და თავის ზევით წამოწევა უფრო არ გჭირდება დამიზნების დროს და ამ შემთხვევაში სამიზნე ამას ნახე ჯერ ზევით ადის და მერე სწორდება აქვს ამას გადასვლა? აი ახლა გადასვლა. აბა გადმოატრიალე კარგად გაგონებთ. არა, ისე, ესე. აი ეგრე ყურე, ზევი და მერე სწორდება. ვიცოდი. ეს სავაზნის პატრონიკის ბოლომდან. აი ეს ტრამპლინების დაქანება ეს რაღაც. ხო და ის ტოზ 34 არ აქვს ეს თემა. პირდაპირ მიდის და კალაპოტის უფრო დაბალია. ანუ თვითონ ვიწროა ქვევით არ ჩამოწევ ისე როგორც ბერეტას რიგი მოდელები ასე ვთქვით. ხო, ჩოკებზე როგორც ავთქვით, აი აწერია M, გადმოაბრუნე გარეჩო არ მიცედი ეს. M ლიდ ნიშნავს ტყვიას, სვინეცი და გარე ჩოკებია 0.25 M, ანუ ნახევარი ჩოკი ამ შემთხვევაში. ეს სპეციალური მასალით არის, სპეციალური ფოლადით არის ეს ჩოკი დამზადებული და ადრე საბჭოთა დროს ჩოკები არ ქონდა, მერე დაიწყეს რაც MP დაერქვა, ხო ჩოკები. მე მასე მახსოვს. კი ბატონო, ადრე ფიქსირებული ჩოკები ქონდა. ლულის დამზადების ტექნოლოგიას რაც შეეხება მუხტებზე მზადდება, ანუ ჯერ მიწკეთება ეს მუხტა უკან ნაწილი, სავოზე და ამაში პრესება მე ლულა უკვე. გადასვლის ხაზიც პირდაპირ ემჩნევა ხოლმე. ორ ნაწილათაა, ხო? ანუ როგორც ტოზი არის მონობლოკი, ანუ ეს არ არის. ეს არის ჩამერი ჩაპრესილი და ტოზის შემთხვევაში მთლიანი ლულები მთლიანია მოკლედ რა და სიაში შედგებული მე ერთმანეთთან. დღესაც ახლა თუ გადავხედავთ და მას რა ქვია არსებულ სიტუაციას მონადირეების საკმაო ნაწილს ხელზე აქვთ ეს თოფები უმეტესობას ეს ის სახელით არის კიდე ესეთი MP-ის სახელით რა ვიცი წარმატებით ნადირობს ხო ნუ საბჭოთა კავშირამდე იწოდებოდა როგორც I-27 და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე დაიშალა საბჭოთა კავშირი უკვე MP სახელით არის მექანიკური პლანტა ბაიკალი აწერია რა ხო ნუ ეგრე ქვია მოდელს ქვია ბაიკალი MP27 ანუ ბაზა იყო I-12-ის იგი აღებულია ბრაუნინგის B25-დან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ის რევი კიდევ სიგნალიზავდა. ეკი ვიცი, მაგრამ მაინც ყოველთვის სამყარო. ეს ხო, ეს არის აი ლატუნის გილზების მაგ წამოღებული, მოდი მოვუყევი რაც არის. ეს დანისალესია უბრალოდ. ხო, ეს დანისალესია და მე კიდე ნუ ახლა ამდაგვარს უბრალოდ რა იმაში რა ქვია. ლატუნის მასალას შეკეთებული ამოვსვა და ამოფხიკავ იმას. ხო, აი პაბედიტის ჩანართი აქვს ეს. ხო და ეს ორიგინალი არის რაღაც ჩინური ვარიანტებიც ისიც მქონდა არ მომეწონა ეს უკეთესად ეს. ეს არის 12-16 კალიბრის კალიბრი უკვე ქვია, მაგრამ წესით და რიგით ეს კალიბრი უკვე ნაკლებად იყო და ეს არის ვაზნის ლულაში გაჭედილი მასალის ამონგდები. ანუ ეს ყველაფერი გათვლილი იყო ეგეთებული მოყავს ვაზნები იყო პაპკოვი გილზი. ანახეთ უკვე ქაღალდის. პაპკა არა და ანალოგიურად იმაზეც რა ქვია ლატუნებზეც. ხო, ლატუნებს არა, ეს იყო გათვლილი პაპკოვიზე. ლატუნზე გათვლილი. კი, ლატუნი შეუძლია მომიღოს, მაგრამ გათვლილი არის ეს ყოველთვის გათვლილი იყო ყოველთვის პაპკოვიზე და თან კიდე ამას პარალელურად ამას მოყვებოდა ხოლმე ასეთი მიმახსახში, ესეთი ჭხირია. უკანა მხარეს ეს აქვს. და ასეთი რგოლი და წარმოიდგინე ამას წირო ქონდეს ასეთი კუდი და კუდზე სამი ხრახნიანი რგოლი მაქვს ეგეც შუა არის ექსცენტრი. შენახული მაქვს კი. ხო, ეგ იყო გაჭედილი ხო გილზის ხდებოდა ხოლმე რომ ეს ქაღალდის მასალა წყდებოდა ხოლმე ლულაში რჩებოდა და ქუსლი გამოვარდებოდა ხოლმე რა ამოღებისას და იქ ქაღალდის მასალა რომ კარგად ადვილად ამოიღო იმას ჩაყოფდი შენით იმ ჭხირს შემოატრიალებდიო და ხო შემოატრიალებდი რომ შუა კბილანა იყო ექსცენტრიკი ან ცენტრზე არ იყო
წინაური ცენტრზე იყო ახლდელი და შუალა იყო ექსცენტრიკი და დაატრიალებდი ერთ მომენტში ისე სამი კვილი ეს მომენტში შეჭდებოდა რომ იჭედებოდა დიამეტრი ესდებოდა და მჭიდროდ ამოქონდა. ეს არის მართლა ამოქონდა ხდებოდა საჭირო იყოს ეს ამ შემთხვევაში არის კალიბროვკა ანუ შებერილი გილს ჩაატარებდა მდგომარეობას შეუცვლი მაგრამ ესეც ქარხმული ქაღალდის მასრებზე იყო გათვლილი იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის ამითი ამ პატარა თხელი რკინით ლატუნის მასრის გაბრიელი ლატუნის მასრის კალიბრება არ არსებობს მაგრამ ჩაჭმუჭნული და შებერილი ქაღალდის მასრის მოყვანა მდგომარეობაში შეიძლება ამითი რა ჩამოატარებდა რაღაც ფორმას მისცემს ეს იყო ამ მგდები ეს კიდე ეთქვა ლუდის გასახსნელი ამ რაღაც კი ლუდის გასახსნელი ორ კალებში ყო შესაძლოა რუსულ წარმოებაში იყო სანადირო დანებით რომლებსაც მხარეს ჰქონდა და ესეთი ორი ძალი აქედან დანამოდიოდა პირი უკვე რა და მონკავშირებში იყიდებოდა ნომრიანი იყო ნომრიანი იყო და ერთი იყო 16 კალიბრზე ერთი იყო 12 კალიბრზე ან 12 და 20 ან 16 და 20 ეს სადღაც ეგდანაც ვაქვს მაგრამ დიდი ალბათობით აი დაკარგული ასეთი თავი ქონდა რა მოკლედ რა და მაშინ დანამოდიოდა ძალიან საინტერესო დანები იყო და ძალიან მიყვარდა მომწონდა თავიდან არც კი ვიცოდი ეს რა ეს რეები იყო მაგრამ მე დამოუღამე რა ასე იყო საჭირო. თავში სადგისი ქონდა პროპკის ამოსაღები უკიდან ეშლებოდა. რაღაც გაჯეტი იყო ვიქტორინოქსისავით. ერთგვარი გაჯეტი იყო. ეს კიდე პრობოდიტის ასე ვთქვათ სალესი ხო ნუ გრუბად ვთქვათ სალესი. უხეშად რომ ვთქვათ სალესი. ხო ეხლა უყურეთ დღეს სხვადასხვა ნომრები გვაქვს წამოღებული ჩვენი დატენილიცაა ქარხნულებიცაა და აი ეს უყურეთ ეს ლატუნის მასრები, ანუ ძველებური სტილში კარტეჩი რასაც ქვია, ნახეთ, მაქვს 21 მარცვლიანი და 24 მარცვლიანი კარტეჩი და ეს მე მგონი 24 მარცვლიანი ჩვეულებრივ კონტეინერში, ანუ ლატუნის გილზის კონტეინერში და ეს აწერი, ანუ ქაღალდის კონტეინერში მაქვს ესენი ჩასმული და გავისროლოთ, ცოტა უხმაურდეთ ხო ირაკლი ახლა. მივიდეთ მოვნიშნოთ როგორ არის, როგორ მოხდება, რა მოხდება. სამიზნე აგერ ვინქვა როგდია უკან ისე 35 მეტრია, გადავამოწმეთ. არავის არ წაუღია თქვა. არ გადავუადგილებია და კვილემოდე შეერაღებული ხალხისთვის. დავცხოთ? ის მოპაროს ესეთ. დავცხოთ აუცილებლად. აგერ მაშინ გამომართვი. სულ ერთია ზედა, ქვედა ორივე 0.5-ია, რომლითაც უფრო მოსახერხებელია, იმაში დატენე შენ. ნამდვილი ხანის საუნჩრია ხერში ლატუნის თითბერის მასრა შედატენილი და მოსამთრულია იმიტომ რომ ხშირად ხდებოდა ხოლმე გასროლის დროს მეორე ვაზნის მორყევა და ხშირად მონდირები მეთოდა ხოლმე ამ ხერხს რომ მოსამთლავდნენ რომ პირველი გასროლის მერე არ მოყეულიყო თორემ მეორე გასროლა გამოდიოდა ხოლმე არასრულფოსოვანი ფლუყ და აძახებინებდა და ძალა არ ქონდა ხოლმე ესეთებს რა მართალი ბრძანდები აი რა კარგია დაწურული როა ნახე ეგ მომენტიც როგორ თავისუფლად ადიჩავს და არის ხოლმე ახლა საბჭოთა კავშირის დროინდელია ეს კი წელიწადია მე მგონი 73 და ამას თავისი რესურსი აქვს და მე ბერავდა ხოლმე და ეს წერან რო თქვით ის მაი აჩვენეთ რა როგორ კიდე მომხდიდა თუ გაიჭედება აი 12 კალიბრი გაიჭედება გასვეს გაიჭედება მაგრამ ხო აი როდესაც გაიჭედა ასე რა მქონდა ესე ძალიან მოსახერხებელია და რაც შეეხება ამაზეც ვილაპარაკოთ მგონი ხან დავიწყეთ ლატუნის მასრის მინუსებზე მინდა ვილაპარაკო და კაცებეზე ანუ კაფსულ ცენტრალურ ბოია ქვიან პატარა ფისტონს მოკლედ დროთა განმავლობაში ხმალების დროს ამ კაფსულის ამოღება ჩადების დროს ფართოვდებოდა ეს ხრელი სადაც კაფსული იჭედება პისტონი იჭედება და გასროლის მომენტში ხდებოდა ხოლმე ცხელი ნამწვე გაზების ამ ჭრიჭიდან გამომპარება და აზიანებდა სანემსე ფარებს და თუ ძველთაგვარზე შეამჩნევდით ალბათ აი აქ წრიულად არის ხოლმე ამომწვარი მრგვალად დიმსის ამოჭმული ანუ ეს არის განპირობებული იმით რომ ძველი მასრებით იცროდა პატრონე და აქედან გამოტყორცნელი აირები მარტო მაგითო არა წავდა აი ამ სანემსე აი ამ სანემსე ამოჭმის თავარი მიზეზი იცი რა არის ეს კაცები კაფსულ ცენტრალნავა ბოია შეიცავს კაუსტიკს ხო და მაღაზია და აი ეს კაუსტიკი ამაზე ილექება მე და ვინც ახლა სულ მუდმივად ასეთი ლატუნის მასრებით ნადირობთ ჩემი რჩევა იქნება რომ თან ატარეთ ყოველთვის პატარა ნაჭერი ნეიტრალურ ზეთში გაზეთილი
და ნადირობის დროს აი მანქანაში რო ჩადებთ და მოდიხართ აი ამ სანებზე დაფა მოწმინდეთ სანამ სახში მოიტანთ მაინც არ შველის, იმიტომ რომ გაზები ძალიან დიდი სიჩქარე და ძალიან ეს კაუსტიკა შემცველი გაზები, ეგრეთ წოდებული კოროზიული გაზები თავის დამწუხრებთან ძალიან დიდი სიჩქარით, როგორც წინ მიაწვება ჭურვს და წინ აწვება ისე აწვება უკან და კაფსულის ღრიჭვებიდან გამოპარებული ძალიან მაღალი ტემპერატურაზე გაცხელებული და პირდაპირ ურტყავს აემეზე. ეგ არის მთავარი მიზეზი მაგისი, რატომაც იწვება ირგვლივ. თორე ესე კაფსულა რო კოროზიულია, ეგ ფაქტია. ნებისმიერ პისტონი არის კოროზიული, იმიტომ რომ შეიცავს ბერთოლის მარილს და ბერთოლის მარილი ტემპერატურაზე ალება და გახურებული შექმნის ეგრეთ წოდებულ ჰიგროსკოპულ ნივთიერებებს, რომელიც ჰაერიდან მიიტაცებს ორთქლის წყალს რო ორთქლია რა, ეს სინესტეს და უკვე წარმოიქმნება ისეთი მარილები, როგორც არის მაგალითად კალიუმის მარილები და ნატრიუმის მარილები და ეს მარილები არის ზუსტად ის მიზეზი, რაც მოქმედებს, პირდაპირ მოქმედებს მეტალზე, მით უმეტეს თუ ეს მეტალი არის გაცხელებული და ეს კაუსტიკაც არის გაცხელებული, ეს მარილებიც არის გაცხელებული. და იჭმება მოკლედ რა. და იმ ხისიერი გაწმენდა რაღაცა დონით ჩველის, მაგრამ მე გაწმენდა მაინც დაჭირდება. რა გაჭირდება ქართულ ვაზნებს ვიხმარებ. ქართულ ვაზნებსაც შეეხება კიდე თუ დაკვირვებული ხართ თუნდაც ჟეველო, თუნდაც ინგლისური ჟეველო, იმას კიდე ქუდია განმფარებული ზევიდან და ამ გაზების პირდაპირ მოქმედება ჯერ ერთი რომ ძალიან მჭიდროდ ჩადის მასის ნაწილში, უკვე ნაწილში. მერე კიდე გარდა განმფარებული აქვს ქუდივით, შლაპასავით და იქ გაზები უკვე ვეღარ აღწევენ იმ სანემსებზე და უფრო კარგად ინახავს. მე მინახია ბევრს აქვს ექსპერიმენტი ჩატარებული ქარხნული პლასტიკის გილზებში, აი მაგ ევროკაფსულიანი ვაზნები წყალში ჩაუდიათ მთელი ღამე და ისე მჭიდროდ არის რომ გაისვრის, იმიტომ რომ ჰერმეტულად კეტავს. ეხლა აგერ 35 მეტრზე გვაქვს ჩვენი სამიზნე და კარტეჯს ვისვრით ლატუნის მასრით 21 მარცვლიანს ქაღალდის კონტეინერში. სოკოლია. დატოვა და უმკლავი. არა სუნზოისან. როგორ გამომხრე ყურადღება როგორ თავისუფლად ამოვიდა და თავისუფლად ჩავიდა. ეს კი გამართული ვაზნა, გამართული სავაზნა, გამართული ტოპი და კარგად დატენილი ვაზნა. ხალხო ზოგს გონია რომ გასროლის დროს რას მეტი უკუცემავით, უფრო კარგად არის დატენილი ვაზნა. არ არის ეს სიმართლე. ოპტურატორი ზის კარგად და წნევის გაპარება არ ხდება და უკუცემა არ ნიშნავს სულფასოვან დატენილი ვაზნას. უკუცემა უნდა იყოს ზომიერი, შესაბამისად იქნება კარგი ყველაფერი. ძალიან ხშირად არისო სოკოლით ტენიან და მე აი დაუმწვარი დენტი დარჩა ასეო ისეო და მე მაგალითად ისევ ტენი რომ ძალიან იშვიათად აი 10-დან შეიძლება ერთხელ შეიძლება ისიც არა რომ ცოტა რაღაც მარცვლების სოკოლის. განსხვავება კიდე რა არის ცელულოიდის მასრისა და თითბერის მასრას შიდა დიამეტრები არის განსხვავებული. თითბერის მასრა უფრო განიერია შიგნიდან რამდენიმე მილიметრთან და მიათედებით ვიდრე ცელულოიდის მასრა. ამიტომ საჭიროა ხოლმე როცა ლატუნის მასრას ვძებთ რომ ოპტურატორი მაქსიმალურად მჭიდროდ მოვარგოთ რომ არ მოხდეს გაზების გაპარება და შეჭრა საფანტის კოდაში. მე აღურებს ყველაფერს იქით რა. დანარჩენი ახლა დავითანახავს. ეხლა მივალ სამიზნეზე მოვნიშნავ და იქ გადავიღებ, ეხლა დავამარკერებ. კარტეჯი არის ხო? მოდგი დამარკერებ. ხო, ეს კარტეჯი ამას არ დაჭირდება დამარკერება, საკმაოდ მსხვილებია. ხო, ისე გადავიღებ. კარგი, მოვალ ეხლავე. ისე გადამეტოვეთ. აი ასეთი სურათი მივიღეთ. მე მგონი ჩანს 21 მარცვლიდან 19 ცალი აქვს მოხვედრილი. აი აქ არის უბრალოდ 2 ცალი. მარცვალი მარცვალში 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 და 19. რაც ნორმალური შედეგია მე მგონი. ეხლა გავისროლოთ აი ესეთი 24 მარცვლიანი კარტეჯი. იგივე მანძილიდან ირა გადახსენი მიდი რომელში ჩავდო? ზედა თუ ქვედა? რა ვეროჩი. მოდი ახლა ზედა იყოს. ეს არის 24 მარცვლიანი კარტეჯი. 24. აი ქვასთან მოდი.
ზედაა ხო ზედა ლულა? ხო, შეგეცოდეთ, ხო. ხო არა ორივე ჩოკი ერთია, სულ ერთია. უკანა ის მითი უბრალოდ. ხო, თან ბიჭო ისე გახრიტა მე მგონი ის ფიცა ის იქით კიდე. იქით მოხდა. ნახა ბაბა. ამ შემთხვევაში 21 მარცვალი დავთვალე. მოთ ცოტა ქვევითაა თან წამოღებული თუ ხედავთ. ნახეთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 15 16 17 18 19 20 და 21 ოდნავ ქვევით მოვიდა წამოღება კარგი ძალიან ეხლა ცოტა გავხალისდეთ ირაკლი მარიცის ეხლა ტყვია უნდა მივცე სადაც საფანტი არ არის ჩაყრილი მაგისი რეაქცია მაინტერესებს პატარა ასე ვთქვათ პრანკი მოუწყოთ ის არ ხეინათ იქით ჯერ გაგებაში არ არის რა ხდება იქით აზის მელოდება ირაკლი ნახე რა მოვიტანე ჩემი დამზადებული ქაღალდის კონტეინერი ამ შემთხვევაში არ დაიხა მთლიანია და ნახე როგორ ეტყობა ისინი ჩალაგებული იმისის და გაუძლო ხედა რა ვიცი პირველი შემთხვევაა რომ ქაღალდის კონტეინერი არ დაიფლითა და გაუძლო შეიძლება იმიტომაც ჰქონდა ეგეთი კარგი შედეგი 21-დან 19 მიიტანა თუ ჩოკოლადშილიც არ არის მაგაზე ბევრი ხედა ცოტა ჭიქის ფორმა აქვს რა შეიძლება ლატუნის შენ რომ შეგეკითხო თუ გიცდია აი კუბო კონტეინერი შევტენიან ხოლმე კი მაქვს ეგეთი დამზადებული წამოვიღებ შორი მონძილებისთვის ხო მაგრამ ერთხელ დავტენე ეგეთი და ჟაკანის ეფექტი ქონდა 80-90 მეტრში წყალს ვესროლე და როგორც ერთი მუჭა ისე შევიდა ერთი ცალი ტყვია ეგენ მაგას ხმარობენ 100 და მეტ მონძილზე სრულისას ანუ კონტეინერი ხო იდება კლასიკური კონტეინერია აი ასეთ ეგ არის გადაბრუნებული ეს არის პირიქით ნავავთ გასროლის დროს ეს ძალიან შორს მიფრინავს აი ასეთ მდგომარეობაში და მე აი სადღაც 100 მეტრს გაცდება თვითონ ხაერთან შეხებისა და ელემენტარული ის არის ფიზიკის კანონია რა თვითონ ხდება ამის ამობრუნება ოღონდ ეგ ხდება ძალიან შორს 80 მეტრის მერე მე უკვე იქიდან იწყებს საფანტების შლას და ესეთი ვაზნები სხვათა შორის საბატეთ ხმარობენ ხოლმე მაგას და მაქვს ეგეთი არ აქვს მნიშვნელობა 5 ნომრით დატენი თუ 6-ით თუ 7-ით თუ 8-ით მაინც ეგრე მიფრინავს იმიტომ რომ დატოვების საშუალება არ ეძლევა საფანს და ერთი მთლიანი სტაკანში კი მიფრინავს იგივე მასით ახლა მონდილზე ბოლოდ არ ეფექტურია მთლიანი მოხდება მე ხო გეუბნები მაგინ კვარზე ვესროლე ზევით ვიდექი სადღაც ალგეთისკენ როა ხო იცი იქით რო გადმოხედავი ზევიდან თქვა აი იქიდან ვესროლე და როგორც ერთი ტყვია ისე შევიდა გარშემო არავნაირი ის არ ქონდა იქნებოდა 70-80 მეტრი მეგონა არ გეცოდინებოდა და თორმე გსვამნია მაქვს დამზადებული შემდეგზე კარგი გამახსენე უბრალოდ ვერ მოტვინე წამომეღო კარგი ხო გავაგრძელოთ აი ესეთი ის იყო შემდეგი ასეთი ვაზნა უყურეი რა ბაშიერი პელაგის როგორც 10 ნომერი აწერია წაშლა და ის დამავიწყო და ამაში არის საკურდღლია 4 ნომერი მომი რომელიც ჩავდო არა მნიშვნელობა მოდი ზედაში ჩავდოთ მიდი დავაი დაკეტე ბაშიერი პელაგი თავისი ამორზატურით 4 ნომერი საფამ ან 4 ან 3 ხო იქ შეეტყობა რა ვიცი არ გავარდა არ გავარდა როგორ არ გავარდა აგრა კახე ინახე შიგნით არის ეტყობა კიდე დაიბრა ხნოსოთი ანა გახეთქილია და кайფები რა იყო ეს და გავწდა რაღაცა შედება
გამიჩალი ჩეში არამზა და საფანტი არ იყო მაგაში. დამწვდა ტოვაში. აბა რას იზავდა საფანტი არ ჩამიყრია. ხელში მემსუბუქ. არა, შენ ჩადე თორე ვიხდები. შენ ჩადე ეგ და ხელში ვიხდები და ზონა არ ხონდა. არა, ხო დამწვდა ტო ბევრი. აბა რას იზამდა. ეს უკვე ნაღდია ყოველგვარი ხუმრობა მაიმუნობის გარეშე 4 ნომერი 32 გრამი არის ეს ჩემი დატენილი. ზორემ მაგრა დამარტყა. იქას მაგრა დაარტყა. იქ საერთოდ გადააყირავა. რა სუფთად გაისროლა. ის ძველი ნამძვი გაიტანა, ხო? ვაფშე გავასუფთა ულულავიჭი ხო. მოიცადე. აბა აციეცაზე დავანახოთ. რამდენად გამოჩნდება, არ ვიცი, უნდა გამოჩნდეს ეს 1, ეს 2. ესეც მე შენ და გვერდების უკუმადატანელი ჯერი ვიდეო გადაიღე სახში. უკუმადატანელი კონტეინერების. რა არის? მონტილებს უსინჯოთ. უკუღმა დატენის პროცესი YouTube-ზე ვერ დავდებ უშლის უკვე. მაგიტო თორე ერთი მაშინ რომ დაგვიჯერო მაყურებლებმა რომ ისე ავხსნათ თეორიულად და ეს არის რა ქვია. მონტილებს უსინჯოთ. ჩემ არხზე ერთი 80-მდე ვიდეო წავშალე. იმიტომ რომ დაიწყებდნენ გაფრთხილებას წაშლა შეიძლება არხიც დაებლოკათ ეს იყო მაღაზიაში ვყიდულობდი ვაზნებს ხსნიდი პიპი ტრასტი ზუბერი ისა და გამოშიგნა ხდებოდა და მე აწყობა ჩემ არხზე იყო ეგეთი ის საჩვენოთ ავტომატური მცველი დასნიშნავს აი მეწეულია და არის ფეხზე ხო ჩავდეთ ვაზნა ყოველი აკაციის დროს დააკვირდით მცველის ღილაკს აკაციის დროს უკან წამოვიდა. აი გადახსენი უფრო მარტივად გეტყვი რატო წვალობდი. მიწი ეს დამოკიდებული ამაზე ამის ჩაკიდო კი ბერკეტზე ხო ყურეთ აი მე როგორც კი ბერკეტს შეეხებით გადაწევა გინდათ ეს ეგრევე მოდის უკან და იმას ეს იმიტომ გამოვხილეთ ყურადღება რომ არის რიგი მოდელები რომელსაც სპორტული მოდელებს მაგალითად ეს მცველი საერთოდ არ გააჩნია და არის რიგი მოდელები რუსული წარმოების რომელსაც არა ავტომატური მცველი აქვს ანუ მიწეული რჩება წინ რა всё მარტივია ყველაფერი ყურადღება მისაქცევს შესაძლოა უზოთხოვს სამყუროში იცი რომ ფურცლები აღარცა მაქვს რაღაცა 2 ცალი უნდა გადავაკრა ეხლა ისე და არ გინდა კაც რაღაც გინდა მეტი ჩემი 1 ცალი 7 ნომერი ვესოლოთ 26 გრამი თუ გვინდა თუ არ გვინდა თუ გინდა ვესოლოთ ბაზარი არა აი ეხლა ამ 4 ცალს დავთვლი მაშინ და ეგ არის ჩვენი დატენილი 4 ნომერი 32 გრამი სამჭრილიანი ჩოკიდან ესეთი შედეგი მივიღეთ უყურეთ ამ ხაზის იქით აკიდია მოხვედრილები ბევრი აი ნახეთ ეს 4 ნომრები ისინი აღარ აღნიშნე აქ აღალდის ბოლო თავდება აქ ისინი უკვე გარეთ რაც არის აღარ მომინიშნია და რა ვიცი მე მგონი კარგად მოხდა ეხლა ერთი კიდე გავისოლოთ იმას ვესვრი ფუცლები აღარა მაქვს 7 ნომერს ვესვრი იმ გლავ პატრონისას და ვნახოთ აბა ჩემ ტოპზე როგორ არის მორგებული ეხლა მინდა ჩემი ტოპიდან გლავ პატრონის ეს 7 ნომერი მაღალი სიჩქარე 8 წირია ვისოკა ესკორას ეს გავისოლოთ 7 ნომერი 34 გრამი ქარხნულია კონტეინერში ზოგიერთ ტოპს კარგად არ მოერგო და ვნახოთ ჩემი ტოპი რას იზამს თითქოს მახსოვს ამით ქედანი კარგად ამყავს მოხსნილი მაგრამ სამიზნეზე დავთვალოთ ეხლა მარცვლები როგორ იქნება ირა მოვედი ერთობა ასე მოდი თან საქმე ოქრა კომოსადი მოვუტარეთ ის. 7 ნომერი 32 გრამი.
ლირული გადახდება. და მე ისე მზად ვარ. ხო 0.5-იანი ხიოთ აი ეს გლავპატრონი როგორ მოერგება. დღეს შედარებით ცოტა მოკლე ვიდეო გამოგვივა, ალბათ კახალდები აღარა გვაქვს ამის. ძალიან ნასასტიკი იყოს. რა დარჩა შიგნით? არაფერი წარილა. მაღაზია რა ნათქვამი, აქ-რაქნა და იქ-რას იზავსო. ხო, ეს ხო მომოტებულ სიჩქარით არის ეს და? ხო. რისკის კონკრეტი. 400 რაღაცები ეწერა მაგის სკოლას. 30. არა, მეტი კიდე? არა. მე მგონი 410 თუ 415 თუ 400 რაღაც ეგრეა. ეხლა მოვნიშნოთ და მე ვხიოთ ჩემი 26 ნომერი შვიდები და შევადაროთ ამას. აი გლავპატრონის 7 ნომერი 34 გრამიანი 3 ჭრილით. ნახეთ. სხვა თოფებზე რო არ იყო მორგებული, კარგად ამას მოერგო. ჩემი თოფის ნახევარჩუქს მოერგო კარგად. აქ ეხლა მარტო ისინი მოვნიშნე, რაც თეთრ ველზე მოხდა და მე. აი აქ კიდე ალბათ ეთყობა, ესენი გვერდებზეა გამოტანილი, ნახეთ რამდენია. აი აქ რამდენი. ქვემოთაც. ესენი აღარ დავნიშნე. მაგრამ ეს ადგილი საკმაოდ კარგად არის ესეც აღებული. ეხლა ერთი კიდე ვხიოთ. ჩემი დატანილი 26 გრამები, ზუსტად ამ ხელავეს ამიზნეს და დღეს ამით მოვჭით ზროლებს. დღევანდელი დღის საფინალო გასროლა ეხლა ვხიოთ 7 ნომერი 26 გრამი ქაღალდის კონტეინერში ჩემი დატანილი. აგერ აირა. დღეს ცოტა ირაკლი ჯანზე ვერ არის და ზის. მე მიწევს მისვლა-მოსვლა ეს არის. ეს დასემია ჩვენ ტრებსა. 26 გრამი ეს ლეგენდარული 26 გრამია. კარგად ისვეს ეს ჩემი თოფი, მაგრამ მაინც ეხლა ყვითელი ფურცელი მივაკარე შუაში და მართლა არა ჩანს ეხლა აქედან ცენტრში. დაახლოებით ხედავ კაცო. მე დაინახეთ ალბათ ქაღალდი როგორ გაიფხრიძა. ქაღალდის კონტეინერი. დატოვა? ხო. ეთყობა სოკოლია ეგეც. სოკოლი კი, თან სუნზე ეთყობა. ხო, სუნზე ეთყობა სოკოლია. ჩვენ სუნზე გვზნოთ. კაი, მოვნიშნავ და შე მორჩით დღეს ამით. ეს არის ჩვენი 26 გრამიანი 7 ნომერი 3 ჭრილით. თეთრი ქაღალდის გარეთ არ დაგვითვლია, მოხდებოდა. აი ესეთი კარგი მოხვედრა აქვს. 1 2 3 აუ 5 ცალი დამჩენია მოსანიშნი. ნაპირებთან. აი მოიცადე, აი აქ 1 2 3 4 5, ნუ იყოს აღარ უნდა, მაინც კარგი სურათი. კარგია. მორჩით დღეს უკეთესიც შეიძლებოდა როგორც სიტყვიან, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავთვალე, რომ ამდენი დღეებია რომ ვესვით ფურცელი ხო თავდება და დასამატებელი იყო და გამომჩა ეგ მომენტი და არა უშავს, მაინც კარგი ტესტი გამოვიდა და მეგონი ყოფილები დარჩებით, მოკლედ შედეგებს ნახავთ თქვენი თვალით და ვისაც გააქვთ MP27-ები დაახლოებით წარმოუდგენა კი და ზუსტი წარმოუდგენა გექნება თუ როგორ ისვის გადაიც 4 ნომერს 26 გრამიანს ეს თოფები 55-იანი შევიწროვებით. არა 0.5. 0.5 3-იანი ვიყენია? 3-იანებია. კაცო. ხო, დასაწუნებელი არაფერი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თოფი არის ბიუჯეტური თოფი, მაგრამ ნებისმიერი მონადირეს დააკმაყოფილებს ნადირობისთვის თუ სპორტული სროლისთვის, თუ არა გახდა საშუალება, არ არის ორი თოფები მოკლედ რა. ამის თქმა უნდა. საქართველოს პირობებში სავსებით საკმარისია. ხო, იმიტომ რომ ამ თოფებით ჩვენ ხوار მოვიგონოთ რაღაც თოფები ნადირობდა ჩემი თაობას მას მოასწროდა ამ თოფებით ნადირობა და დღემდე აქვს და დღემდე წარმატებით ხმარობენ რა. მე სულს დაუგს ვერაფერს ვერ ვიტყვი. საერთოდ საუბარ და შედარება და შეჯიბრება
ანგლიური ენის ანტიოტროპისა თქვა ესეთი თემა აი ესე თქვათ კარგად დალაგებული და კარგად გათვლილი ექსპერიმენტები უნდა შეადარო ეს ერთმანეთს და ზოგადად დამაკმაყოფილებელზე მეტ მაღალი სტატუსით შეიძლება რომ შევაფასოთ ეს კონკრეტული მოდელი მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ გვაქვს ასრული ანთებებიდან და ვიცოდით რაც იყო და როგორც იყო რა მოკლედ რა ერთი რამე დეცი დავამატო ირაკლი მე ხლა გამემართლა უბრალოდ ეს აი რასაც იტყვიან გამომდგარი და კარგია ამ რუსულ მოდელებს განსაკუთრებით დღეს რო ხო ყიდულობ ხო უნდა აი გულდასმით შემოწმება დაახლოებით 1000-მდე პარამეტრს როგორ არის თამასაზე დარჩილული როგორ არის კალაპოტი როგორ არის ამოხოჭრილი ულები შეგინდან და ასე შემდეგ და ბევრი ყურადღების მიქცევა უნდა არის ცარიელა მასრით ის კონცენტრირებული რგოლები თვა მეორე კიდე აი რას ეძახიან იცი მე მაგ პრინციპსაც ავხსნი ლუნაია დაროშკა ეგრე ქვია ანუ მთვარის გზა დაჩნდი რომ ქვევიდან მიყვება ხაზი ხოლმე როცა გადახრილია ლულა ან მარჯვნივ ან მარცხნივ ან ქვევით ან ზევით მოკლედ მაგას ახლა პირად ვერ აგიხსნით მაგას უნდა ვიზუალურად ნაჩვენები უნდა იყოს ეგ ლუნაია დაროშკა არის საიდან აი ვინ ზღვაზე ყოფილხარ და შესწრები ხართ რომ მთვარე ამოდის აი მთვარე ნახევრად ამოსული როა და ზღვაზე რო სიმას ჩდილს და განათებულ ზოლს ტოვებს აი ეგეთ ანუ სწორი ტრაპეცია უნდა იყოს ლულის ტრიალისას რა მაგას მე ჩაგვივარდება სიტუაცია და აგიხსნით თან უნდა იყოს განათება ჩაბნელების კონტრასტი ნახევარზე ეგრო იმასაკნა დააფიქსიროს აი მაგას გულისხმობ ხომ ლულის სწორად ამოხოცელებაში ტერმინს ყარო ხომ ლულა უნდა იყოს კარგად ამოხოცელი მეთქის ის კონცენტრირებული ბადი რგოლები უნდა იყოს ერთი მეორეში ჩამიტარი ისე თანაბარ და ისე ზუსტად რომ მიხა მოხრა და არათანაბარი მანძილები რგოლებს შორის არ უნდა იყოს ანუ სანადრო როგორ აქვს და უნდა იყოს სიმეტრიულად უნდა იყოს ჩალაგებული მოკლედ და აი ეს მთვარის გზა რასაც ძახის დავითი ისეთ შემთხვევაში ჩდება ხოლმე როცა ლულები არის ელიფსური ხო ან ელიფსურია ან გადახრილია ან მიერჩილის ადგილას არის მიტაცებები ხშირად ხდება ხომ რომ სამიზნე თამასა ან ლულებს შორის თამასა როცა ერჩილება ერთმანეთზე ლულებით მაგ შემთხვევაში ხდება გადახურება იმ ადგილისა და იმ ადგილას შებერვა ხდება ანუ შეტაცება ხდება ლულის არხის და თხელკედლიანი მოიხსენება ლულები და მაგითო მაშინ იწვევს იმ აი ესეთ არასიმეტრიულ გადახრევს მოკლედ რა ლულა ერთი სიტყვით რუსულებს უნდა კარგი არჩევა რუსულ თოფებს ასევე მინდა რომ გითხრათ რომ ყურადღება უნდა მიექცეს აუცილებლად საღვედე რგოლები სადაც არის მირჩილული ლულაზე ქვევიდან იმ ადგილას ეკეთებს ხომ ეს იამებს ორმოებს რა კარგად გაწმენდილი გაპრიალებულ ლულებში უნდა ჩახედოთ და დააკვირდეთ სადაც სამიზნე რგოლია მიდუღებული იმ ადგილას ხო არ არის ორმო პატარა ესეთი ჭაღმოვებებს ეკეთებს ეგ შიგნიდან ხო შიგნიდან კი ესეც მიერჩილის დროს ხდება ხოლმე ეს ხაროზი და ესე რა თქმა უნდა ნაკლი არის ლულებისა. ანუ იმის ხო გვინდა მოკლედ თუ კარგად შეარჩევთ იარაღს და თუ კარგად დააკვირდებით ლულების სიმეტრიულობას, შიგნიდან გაბურღულობას, ლულისა და კალაპოტის ერთმანეთთან დასმის ხარისხს, სამიზნე თამასა ხანდახან წერათ არის ხოლმე აი ეს თუ როზის წინ. მარტი კუთხით არ არის მირჩილული გაგრეცილია უშნოდ. გაგრეცილია ხოლმე ხანდახან ან ჩავარდები ახლა მოკლედ თუ გამოს ყველაფერს მოაქცევთ ყურადღებას და ის ეგზემპლარს აარჩიოთ რომელიც აკმაყოფილებს ამ ასე ვთქვათ კონტროლს შენიერ სანადირო თუფი შეგჭიროთ ხელში პლუს ის გამოგჩა კიდე თუ ჩოკები აქვს ჩოკი როგორაა ჩახრახნული რომ გადახრა არ კონდეს და თანაბრად სიმი შემოწმების დროს ხდება ხოლმე უგონ წინა ხდება მაგი ლულას ჩაახრახნენ ჩინ და წინა მე დაათვალიერებთ თუ როგორ სიმეტრიულად ზის ანუ ლულის კიდეებიდან თანაბარი დაშორება უნდა იყოს ჩოკის კედლებსა და ლულის კედლებს კალს არ უნდა იტოვებდეს მიერთების ადგილზე და თანაბარი კედლები უნდა ქონდეს კიდე ლულას გარედან როცა ჩაახრახნით ბოლომდე ჩოქს ну ეს მცირედი რაც შეიძლება და ზეპიად და სწრაფად გეთქვათ თქვენთვის თუ იმეს გამოგადგებათ ხო კარგი და ეს გთხოვთ კიდე რომ გაიზიაროთ დაგვალაიქოთ თუ ან დისლაიკი მოგდეთ თუ არ მოგეწონათ ან პირიქით ლაიკი და თუ ჩემ ხსა გამოხვალთ და დამომატებთ ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით თქვენი ნელ-ნელა ვაპირებ ამ არხის გამოსაცხლებას და თქვენი დახმარება ყოველი თქვენი დალაიქება და ყოველი თქვენი ასე ვთქვათ დამატება ჩემ არხზე წამოდგება და
ადოლობას მოიხდით წინასწარ. ეს დრო მალე იქნება ირაკლი ახლა რაღაცა კამერა აქვს შეკვეთილი წესი არ კამერას ელოდება და როგორც კი გამოუჩდება ის არხიც უკვე გამოცოცხლდება. დავიწყოთ ახალი კარგი ვიდეოების გადაღებას. მოკლედ ამ ვიდეოს ქვევით იქნება ჩემი YouTube გვერდის. არა ეს რომ მორჩება თვითონ კადრად ჩავსვავ და იქ გამოვაჩენ. ხო, ნუ მნიშვნელობა ხო ნახავენ. მოკლედ დროებით. დროებით აბა კარგად იყავით დღეს ამით შემოვიფარგლოთ. კარგად. ეს არის ირაკლის YouTube არხი. ზეღარ რომ ვამბობდით, მოძებნეთ, გადმოდით, გამოიწერეთ და გამოვაცოცხლოთ ეს არხი და რომ იარსებოს ამ არხმა განვითარდეს და გამომწერებიც დაემატოს.